მოგესალმებით, ჩემო სულიერო, თანამგზავრებო, შენი სულიერი სივრცის არხიდან დიდი სიყვარულით. რაღაცა გიხარობს. ნახოთ სიგნიფიკაცია ახლა. ენერგიები ვთქვათ, ახლა აქ რა ხდება. ხო. ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ურთიერთობა თავის წარსულ მამაკაცთან, ტვირთად ქცეული, რომელიც ტარება მას რო იტყვიან ეს ადამიანი და ჩაჩანაკა. მაგრამ თითქოს ეგუებოდა ამ თავის ბედს. ამ ყველაფერმა თითქოს ამ დროს მიყურებს ასაკით არც თუ ისე დიდი ადამიანი. ამ ყველაფერმა თითქოს მიუხედავად იმისა, ზუსტად რო ასაკით არც თუ ისე დიდი სული მიყურებს ახლა. იმ სიტუაციამდე მიიყვანა, რომ ამ ტვირთის თრევამ ეს თითქოს დააბერა. ადამიანის სიჩუმე, მამაკაცის მხრიდან სიცივე, თითქოს აი დაუნდობლობა. რომელმაც თავის სიყვარული, პასუხისმგებლობა არ გამოამშღავნა ამ ქალის მიმართ. თანაცხოვრების საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მიწიერ დონეზე ამ კუთხით ნაბიჯებზე იმდენად დიდხანს ფიქრობდა და იმდენად ბრაზდებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველაფერს ზედმეტად გამადიდებელი შუშით უყურებდა ეს კაცი. რომ დააცარიელა ამ არც თუ ისე დიდი ადამიანის ემოციები. და მიუხედავად იმისა, რომ ასაკით პატარაა ეს ადამიანი, საკუთარი თავი გაზარდა შინაგანად. იმდენად გაზარდა შინაგანად, რომ შეიძლება ახლა ფიქრობდეს, რომ ვიქნები ალბათ ჩემი ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, რაც ამ ურთიერთობაში მე გავიარე, ვიქნები ალბათ 1-70 წლის
იმდენი რაღაც გამომატარა ამ სიტუაციამ. ამავდროულად ამ ყველაფერმა, ემოციური დონეზე ვამბობთ და არჩევინა საკუთარი თავი, საკუთარი სული, საკუთარი სულში აიძულა, ჩაიხედა და გაეხსნა საკუთარი სულის სიღრმეები ამ ადამიანს, ვინც მიყურებს ახლა იმ ჯმუხმა მამაკაცმა, რომელიც როგორც აქ ხედავ მე, შენი აი ამ დახურული შინაგანი მდგომარეობის გასახსნელად იყო მოსული და ისთვისაც ამ ტანჯვაში მოხდი ამ მიწაზე მიწერ ცხოვრებაში. დღეს შენ ხარ პატარა დიდი, გონებით, ემოციურად კი ამ სიბრაზე აბსოლუტურად დინჯი გაგხადა და აბსოლუტურად სხვანაირად გასცემ დღეს შენს ემოციებს, თუ კი ეს საჭირო გახდება, სხვანაირად აფასებ შენს სიყვარულს სხვისადმი და გაქვს საკუთარი კრიტერიუმები. თუ იცანი შენი თავი, გაგრძელე გაშლის ყურება. ბედის წერა რას გემზადებს, რაღაცა ჩქარობს. ჩქარობს იცით რა, ის რაც არ გამოგდიოდა და ვერ პოულობდი პასუხს. აი აქედან არაერთხელ ცადე პასუხების პოვნა, აი ამის პასუხს იპოვე. ერთ-ერთი ინტერპრეტაცია ეს არის. რას გიმზადებს ბედის წერა? აქ სიგნიფიკაცია ნახეთ, ან მოდის, აქ სიგნიფიკაციას ვამბობ ახლა ისევე, ამასთანავე, აქ ეს ქალი ამ სიტუაციამ იმდენად გაზარდა, რომ მის ცხოვრებაში მხოლოდ მიიღებს მამაკაცისგან სიყვარულს, თუ მის ცხოვრებაში შემოვა ახალი, ან თუნდაც განახლებული, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ამ თავის სიყვარულს გამოხატავს პასუხისმგებლობის აღებით ურთიერთობაზე და უშუალოდ შენზე. პასუხისმგებლობის აღება ყველასთვის სხვადასხვანაირად აღიქმება. ვიღაცისთვის პასუხისმგებლობის აღება აღიქმება იმით, რომ იზრუნებს მასზე მორალურად, ყურადღებით იქნება მის მიმართ ყურადღებიანი. ვიღაცისთვის ამას პლუს სერიოზული ურთიერთობის შეთავაზება, ქორწინება, ვიღაცისთვის სიყვარულის დამტკიცება, მისი ქმედებებით თქვენთან ხშირი ურთიერთობით. მხოლოდ ამ პირობებით მიიღებს ადამიანი. რას გემზადებს ბედის წერა? შეიძლება შენ აქ ფიქრობ, რომ ეგეთი მამაკაცი, როგორც მე ჩემს ჩამოყალიბებულ აზრში მაქვს, მე მგონი არ არსებობს.
იმიტომ რომ ამ დრომდე ამ ყველაფერს დღემდე ტვირთად დაათრევ. გამიგე? დღემდე ტვირთად დაათრევ, ანუ უკვე რას იცი? ეს იყო უკვე ტვირთად დაათრევ დღემდე, რომ ვერ ხედავ იმ ადამიანს, ვისაც ეძებ, არ გამოჩნდა. ისეთი ადამიანი. შეიძლება გქონდა, იყო რაღაცა სიტუაციები, მაგრამ როდესაც შენ მოსინჯე მათი ქმედება, ემოციურობა, ემოცია თითქოს ისევ დაავადებული იყო. არ იყო ის და ეს აი მძიმედ გეჩვენება ეს, რომ ვერ ხედავ იმ ადამიანს, ვისაც ელოდები და აღარც გჯერა. აქ შეიძლება ვიღაცა სხვათა შორის ტაროში გითხრა, რომ ესეთი ადამიანი გამოჩნდება. მაგრამ შენ ვერ ხედავ, არ ჩანს რეალურად. ეს გამოგებინეთ ძველია? კი. კი, ძველია. ამ კაცმა შეიძლება არა ამ კაცმა მოსინჯავს სხვა ურთიერთობები. მაგრამ აი ის რაც თქვენთან აკავშირებდა, თქვენ სულ სხვა იყავით მისთვის, ხვდებით? ანუ აი იმ ის მოგონებები ედო ამის ნებისმიერ ურთიერთობას საფუძვლად, ურთიერთობა იყო თუ ფლირტი თუ რაც იყო, საფუძვლად ედო თქვენთან მოგონებები, თქვენზე მოგონებები. ეს კაცი მოკლედ არჩევანს აკეთებს, რაღაცა საბუთობრივ საკითხთან დაკავშირებით გქონდათ, ასე ვთქვათ, ამან გამოიწვია ციკლის დასასრული ამ ურთიერთობაში, მთლიანად დასასრული, იმიტომ რომ ვერ დაინახეთ ახალი ეტაპი ამ ურთიერთობაში და ეს კაცი პოულობს გამოსავალს იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც მოხდა დასრულება და ეს შეიძლება ეხება თქვენს ცოლად მოყვანას და აუცილებლად გამოვა კონტაქტზე ეს მამაკაცი და არჩევანით მოდის, პირდაპირ არჩევანით მოდის, საბუთობრივი კანონიერი ტექსტით ესეთი ინფორმაცია მოდის, რაზეც თქვენ პასუხები არ გქონდა, რაზეც თქვენთან პასუხები არ გქონდა ამ კაცს, ამ ყველაფერსაც ღიად განგიცხადებთ.
რაზეც თქვენ ეძებდით ამოხსნას და პასუხებს ვერ იგებდით. აი ხან იმ მხრიდან მივდებით, ხან ეს გათვლა გააკეთეთ, ხან ეს გამოთვლა გააკეთეთ. აი ვერ იგებდით რა იყო მიზეზი. იმ რატო ვერ დგავდა ეს კაცი ნაბიჯს? ეს კაცი იმ ყველაფერთან აი მოჭიმული ვარ გეფიცებით ენერგეტიკულად, გამოსავალს იპოვის და მოდის და მიიღებთ იმ ყველაფერზე პასუხებს, რაზეც ის შეიძლება ბრაზდებოდა, რაზეც ის შეიძლება უცაბედ წინააღმდეგობას ქმნიდა, რაზეც გიწევდათ კამათი, მაგრამ რეალურად ვერ იგებდით, უცებ შეიძლება ბედნიერად ყოფილიყავით, მაგრამ უცებ რაღაცა მეხივით დაგცემოდათ, ამ ყველაფრის ფერზე მოდის პასუხებით. ეს ადამიანი უკვე ემზადება და იღებს სტარტს. არჩევანით მოდის პირველ რიგში. და თქვენს გარეშე იყოს მათ შორის ძალიან ცუდად რა. ძალიან ცუდად. ის მოგონებები, რაც ქონდა შენთან საფუძვლად აი ამ სიმძიმეს ვერ დააღწია თავი. ემზადება საცხოვრებლად ვიღაცასთან საცხოვრებლად გადასასვლელად, ვიღაცისთვის თუ საზღვარგარეთ არის უკან დასაბრუნებლად და აბსოლუტურად სხვანაირი განახლებული სიყვარული გადმოიფრქვევა ამ მამაკაცისგან. ესეთი იყო დღევანდელი ჩვენი გაშლა. თუ იყო თქვენი ვიდეო, დააკომენტარეთ. თუ სურვილი გექნებათ, თუ არა და ენერგომიმოცვლის სახით მოიწონეთ, ეს აუცილებელია. რომ მოხდეს სამყაროსა და ჩვენ შორის ენერგო დაბალანსება ძვირფასო სულებო. ჩვენ შენი სულიერი სივრცის არხი ოქტომბრიდან იწყებს ტარო მანარას კურსის შესწავლას, სწავლებას. სურველები არ დაიშვებიან ძვირფასო სულებო ნებისმიერი, არამედ გაივლიან ჩვენთან ტესტირებას, ვისაც ენდომება და ვისაც ექნება სურვილი, რომ ის შეისწავლოს ტარო მანარა, საოცარი და უმაღლესი სწავლების ფორმით, რომლითაც მე ვისწავლე და ჩემი ინტერპრეტაცია დავუმატა. თუმცა სურველები ნებისმიერი ვერ მოხდება, არა იმიტომ რომ რაიმე მიწიერი არა. ეხლა მიხვდებით რატო. მე აქ ვარ ადამიანი, რომელიც ეძებს თვით დაბადებულ ეზოთერიკოსებს. ვიცი რომ ასეთი ძალიან ცოტა. კადნიერებაში არ ჩამომართვათ, მე ვარ ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც ეს ნიჭი მოყვება და დარწმუნებული ვარ. არიან ესეთები, შეიძლება ცოტა, მაგრამ სწორედ ეს აღმაფრთოვანებს, რომ აი ის შეიძლება პირობითად 5, მაგრამ მე იმას აღმოვაჩენ. მე გავაკეთებ ბედის მატრიცას, ნებისმიერი მსურველი, ვისაც ექნება სურვილი, რომ შეისწავლოს ტარო მანარა. მე გავაკეთებ ნებისმიერი მსურველის ბედის რუკის გარჩევას, რისი საშუალებითაც ჩვენ გავარკვევთ ამ ადამიანს აქვს თუ არა მისიურად, სულიერად, სულის დონეზე თანდაყოლილი მისია, რომ მას აქვს მაღალ ვიბრაციული ენერგიები, რომლებიც შეიძლება მასში ამ დრომდე იყოს უბრალოდ მიძინებული, როგორც იყო ჩემ შემთხვევაში და იმპულსებს გრძნობდი, მაგრამ ვერ ხვდებოდი ეს რა იყო და სწორედ ბედის მატრიცა დაგვეხმარება იმაში, რომ მე ისედაც
რო გავესაუბრები ეგრევე მივხვდები, მაგრამ რა თქმა უნდა ამ ბედის მატრიცის მეშვეობით ზუსტად დავადგენთ რომელი მიმართულების არის და ზოგადად ეზოთერიული მიმართულების რა ნიჭის მატარებელი ადამიანი. მხოლოდ იმის საფუძველზე თუ მას ბედის მატრიცაში აღმოჩნდება ნიჭში, მისიაში, რომ მან უნდა გახსნას თავისი ცოდნა იმისთვის, რომ მისი ცხოვრება დაალაგდეს, როგორც ჩემი ცხოვრება დაალაგდა და აბსოლუტურად შეიცვალა საოცრებებისკენ და ამაში რო არ გამეხსნა ეს ცოდნა, ამ ყველაფერს ვერ მივიღებდი, იმიტომ რომ 32 წელი ჩემი ცხოვრება იყო აბსოლუტურად ერთი ნაწილი მიწიერი და 33 წლიდან ჩემი ცხოვრება გაიყო მეორე ნაწილად მიწიერ სულიერ ნაწილად, რომელშიც მე ვარ ზღაპარში. ამიტომ ძვირფასო სულებო, მე ვიქნები ის მოძღვარი შენი სულიერი, რომელიც დაეხმარება შენ სულს, შენი ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ და რაც მთავარია სივრცე, სადაც შენ ჩემთან მოხდები, იქნება აბსოლუტურად ყველაზე, შემიძლია ვთქვა, ყველაზე სუფთა, რომელშიც მე მოვხდი თავის დროზე და რა თქმა უნდა ის, სადაც მე მოვხდი, ისიც სუფთაა ყველაზე და შენ მოხდები სივრცეში, რომელსაც აქვს უდიდესი მნიშვნელობა, მაპატიეთ ნაკადში ვარ და თუ ცოტა გაფანტულად ვსაუბრობ, იმიტომ რომ ნაკადის დამახასიათებელი მდგომარეობა, ნაკადი ნიშნავს, როდესაც შენ ჩართული ხარ მაღალ ვიბრაციებში და სუფთა სივრციდან სხვადასხვა ადამიანებზე, ხა ბევრი ადამიანის ენერგიებთან მაკავშირებენ, სხვადასხვა ადამიანებზე მათ გასაგებ ენაზე მაწოდებენ სუფთა სივრციდან სხვადასხვა ინფორმაციას. შენ მოხდები სივრცეში, რომელიც არის სინათლის სვეტით გახსნილი და ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, იმიტომ რომ არსებობს ეზოთერიკაში ძალიან ბევრი სივრცე. უშუალოდ შენი, ასე ვთქვათ, სულის მისიის შესრულება დამოკიდებულია ძალიან დიდ ნაწილად იმაზე, შენ რომელ სივრცეში ეხსნები, რომელი სივრციდან დაიწყებ ტაროს კითხვას, რომელი სივრციდან მოხდება შენი ამ სულის მისიის გახსნა და რომელ სივრცესთან მოგიწევს მუშაობა შენი მომდევნო მოღვაწეობის განმავლობაში. ამიტომ პირველ რიგში, მოდი კომპლექტი გავაკეთოთ, პირველ რიგში სურველთან მიმართებაში გავაკეთებ ბედის მატრიცას და დავადგენ მას აქვს თუ არა ეზოთერიული მიმართულება. მეორე რიგში მოხდება გასაუბრება და მე დავადგენ მისი სული რა დონეზეა გახსნილი, ან არის თუ არა საერთოდ გახსნილი და მესამე დონე იქნება უკვე მიღებაზე თანხმობა, რომ მან მოახდინოს შესწავლა ტარო მანარასი. ზოგადად არავინ არაფერს არ სწავლობს, უბრალოდ ესე ვთქვათ, ფორმალური სიტყვაა სწავლება. ჩვენს სივრცეში სწავლება აბსოლუტურად განსხვავებული მეთოდიკით წარიმართება. რაც მოისაზრება შემდეგში. რა თქმა უნდა, სწავლება იქნება, ჩემი ცოდნა გადაეცემა აუცილებლად ჩვენს მოსწავლეებს, მაგრამ მთავარი აქცენტი აქ იქნება დასმული შენს ინდივიდუალურ საოცარ ცოდნის გაფართოებასა და გაგუძებაზე, შენს განვითარებაზე, რადგან ნებისმიერი ქურუმის მისია არა მხოლოდ მისი ცოდნის გადაცემა მოსწავლისთვის არის, არამედ შენი ზრდა, ინდივიდუალური ზრდა, შენი მენტალის ტრანსმუტაცია. ანუ, რას ნიშნავს ეს? მე არ დაგაპროგრამებ შენ, რომ ესე უნდა გაკეთო ესე. მე მოგცემ მიმართულებას და მე მოგცემ იმ სახურავის ახდის საშუალებას, გასწავლი როგორ უნდა ახადო სახურავი, ქვაფს, რომელსაც ახურავს და რაღაცა სპეციალური მოქმედება ჭირდება იმისთვის, რომ სახურავი ახადო. მე არ მოვალ და არ აგიხდი სახურავს. მე შენ მოგცემ მითითებას, მე შენ მოგცემ ასე ვთქვათ, გასაღებს თუ როგორ რომლითაც შენ შეძლებ იმ სახურავის მოხსნას.
რადგან შენ თუ ეს არ გააკეთე და თავად არ მოხსენი ეს სახურავი, ანუ შენი ცოდნა თავად არ გახსენი და თავად არ გააკეთე ეს, ხომ? შენი ზრდა ვერ მოხდება და ჩემი მიზანი და ნებისმიერი ქურუმის მიზანი, რომელიც სუფთა სივრცეში მუშაობს, მდგომარეობს იმაში, რომ შენ დაგეხმარო შენი ცოდნის გახსნაში და არა მხოლოდ ჩემს მიერ მიღებული ცოდნა ჩაგიტენო დახურულ ქვაბში, ასე ვთქვათ, რომლიდანაც ინჩი-ბინჩი ვერ მოხვალ, გაიგებ ამ ცოდნას, მაგრამ შენ თუ ის მოხსნილი არა გაქვს და ქვაბის ზემოდან დავალაგე ის სახურავის ზემოდან დავალაგე ის ცოდნა, რასაც მე შენ გადმოგიყრი, შენ ამას განვითარებას ვერ მისცემ. და სწორედ, როდესაც ეს აიხდება და შენი ცოდნა ამოვა, ჩემი სიტყვები უკვე ფაზლებს შეავსებს ის, რაც შენ ისედაც იცოდი. აი ესეთი ფორმატით წარიმართება ჩვენ სივრცეში ტარო მანარას კურსის სწავლება. მე გისურვებთ წარმატებას, გისურვებთ ბედნიერ წარმატებულ დღეს, ძვირფასო სულებო და არ ვიცი, გისურვებთ თქვენ სულში მზეს, რაც მოისაზრება სწორედ იმაში, რომ გაიხსნას თქვენი მზე, გაიხსნას თქვენი უნიკალურობა, რომელიც გაგინათებს შენი ცხოვრების ყველა გზას და ყველა ასპექტს. გიგზავნით, გიტოვებთ არხზე სიყვარულს და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.